ეჭვები რომ გამიშთა უკვე თვითონ მითხრა რომ ესე იგი პუტინთან მარტო მე შემილიაო დაცვის უფროსთან ერთად შევიდეო. ეს ბიძინა ივანიშვილის სიტყვებია. სიტყვები, რომლის ხმამაღლა თქმასაც მილიარდერი ალბათ ხვდებით, რომ მხოლოდ უახლოეს გარემოცვასთან გარისკავდა. სწორედ ასეთი ადამიანია ახლა ხაზზე შაბათის ეთერთან. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ კონფიდენტი საქართველოში არ იმყოფება და საკუთარი უსაფრთხოებისთვის ამ ეტაპზე არც იდენტიფიცირების სურვილი აქვს. გეგმა ჩავარდა. ვითომ გამოიპარა რუსეთიდან რეგულარული ჩამოვიდა, ეს იყო გეგმა B. ისტორიას ვიწყებთ პერიოდიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილი რუსეთში 16 წლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილებას იღებს. ეს არის 2004 წლის დასაწყისი. დრო, როდესაც ვარდების რევოლუცია ახალი მომხდარია და ძალაუფლებას მიხეილ სააკაშვილის მთავრობა იბარებს. შაბათის ეთერის ინფორმატორი ყვება, რომ პირველი ტრიუკი ივანიშვილმა მაშინ ჩაატარა, როდესაც ქვეყანაში დაბრუნებას რუსეთიდან გამოქცევა დაარქვა. რეალურად კი ვნუკოვოს აეროპორტიდან რეგულარული რეისით იფრინა და ამას ოფიციალური მოსკოვი არ დაუშვებდა მილიარდერი საქართველოში დაბრუნება, რომ კრემლთან შეთანხმებული არ ყოფილიყო. ლებედი წასული ამბავი არის. ამან რეალურად ეს არ გეგონოთ, ხო გეუბნით ეშმაკობა ყოფნის ამას საკმარისი. ამან 100 მილიონი დახარჯა. ან თავისი სიტყვები არის 100 მილიონი აქვს მაშინ ელცინის პერიოდში. და არ არის გამორიცხული ეს რამოდენიმე თამაშად თამაშობდა. მაგრამ ზუსტად ვიცი რომ პუტინის მოსვლაში ამან დიდი როლი ითამაშა იმ პერიოდში 100 მილიონი. დღევანდელი ალბათ 2 მილიარდზე მეტი შეიძლება იყოს. ბიძინას რასპისკან მე არ მინახავს. მაგრამ ბიძინასთან რეკავდნენ ეს ხალხი 2004, 5, 6, 7-ში, რა ვიცი, რომ რეკავდნენ, ეგ ვიცი. თვითონ მეთხრა. ვიღაჩოვიჩს ველაპარაკეოდა, მე ვერ მივხვდი მაგ მეთქი და ისა ფერფეს დირექტორსო. ნიკოლაი პატრუშევი იმ დროისთვის ნამდვილად FSB შეფი იყო. მას ეს პოსტი ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ეკავა. FSB-შიც და პუტინის გვერდითაც პატრუშევი 1999 წლიდან საჯაროდ ჩნდება. უწყებას, რომლითაც რეალურად რუსეთის ფედერაცია იმართება, ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტზე მყოფი ნიკოლაი პატრუშევი 9 წლის განმავლობაში მართავდა. პუტინის მარჯვენა ხელი ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის მსგავსად უცვლელია. FSB-ს შემდეგ მას 16 წლის განმავლობაში კრემლმა უშიშროების საბჭოს მდივნობა ჩააბარა. 2024 წლის მაისიდან დღემდე კი ნიკოლაი პატრუშევი რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველია. ეხო მოსკოვის გენერალური დირექტორი ალექსეი ვენედიქტოვის შეფასებით, პატრუშევი პუტინისთვის ყველაზე ახლო პირია და მის აზრს ის ყველაზე მეტად ითვალისწინებს. რასპისკან მე არ მინახავს, რომ FSB-მ მოაწერინა, აი მაგალითად, როგორც უახლოს დაუმტკიცა და დანარჩენებს, რომ პატრუშევმა პირდაპირ ჩაიყვანა ვლადიკავკაზში და პირდაპირ ხელი მოაწერინა, ანუ როგორც ფარცხალაძე არის ჩვეულებრივი გავლენის აგენტი, ესენი იყვნენ, მაგით არაფერი განსხვავდებიან. აი ეს ადგილია ზუსტად. აი ეგ მოხდა შეხვედრა. ამბავი, რომლის მიხედვითაც 2016 წელს ვახტანგ გომელაური რუსეთის FSB-ს მოქმედ დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს შეხვდა, პირველად შაბათის ეთერმა გაახმაურა. ახლა კი ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი გვიყვება, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად შედგა და აუდიენციის ორგანიზატორი ნიკოლაი პატრუშევი იყო, ბორტნიკოვის წინამორბედი FSB-ს შეფი. ამ ურთიერთობებს კი საფუძველი, როგორც ჩანს, ოლიგარქმა დიდი ხნის წინ ჩაუყარა. მაშინ იყო ხაბურძანია უშუალოების მინისტრი ჩვენთან, ჯერ სანამ მიშა შეცვლიდა. ეგ ხაბურძანია იმასთან პატრუშევთან ვიყავი, მაშინ რუსეთში პატრუშევი იყო FSB-ს დირექტორი და პატრუშევთან ვიყავიო და მითხრა რომ მოდიო აი ჩვენთან აშრომებს გაგაცნობ საქართველოდან და რომ შევედიო ხაბურძანია დამხვდა. ესე იგი რა დონეზე იყო ჩარეული რუსეთი მეთქი უშუალოების მინისტრი იყო პატრუშევის თანამშრომელი. ეს ბიძინა ივანიშვილის მონათხრობია. სწორედ მას უთხრა კონფიდენტის ინფორმაციით პატრუშევმა, რომ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრი რუსული პროექტი იყო. ჩვენ რა თქმა უნდა დავუკავშირდით ვალერი ხაბურძანიას. ის არ უარყოფს, რომ 2013 წელს ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა და ნიკოლაი პატრუშევსაც. თუმცა ერთობლივი აუდიენციის ფაქტს ყოფილი ძალოვანი არ ადასტურებს. პატრუშევთან შეხვედრებსა და კომუნიკაციას კი სამსახურებრივი აუცილებლობით ხსნის.